ბათუმში აქციის მონაწილეების დაკავებას წინ უძღოდა სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება. ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დაკავებულთაგან 4 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, გაათავისუფლეს, თუმცა სამმართველოს წინ მყოფი აქციის ერთი მონაწილე დააკავეს, რასაც შეკრებილთა უკმაყოფილება მოჰყვა. სწორედ ამ დროს მოხდა ონლაინ გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის სისხლის სამართლის წესით დაკავებაც. მზია ამაღლობელს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხსედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამაღლობელი აქციის მიმდინარეობისას თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს და შემდეგ ხელწერლის საფუძველზე 3 პირთან ერთად გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი ხელმეორედ ამჯერად სისხლის სამართლის წესით მოხდა დაკავება. სრულიად უმიზეზოდ იმის სკანდირებით, რომ რუსეთის შნიერი ხარ თქო ერთ-ერთ მილიციელს უთხარი და ამაზე გაღიზიანდა, თუმცა ორმოგი სტანდარტი კვლავ ჩვენს ქვეყანაში მან უწმაწური სიტყვები დამიძახა, მილიონჯერ გამიმეორა დაკავების იზოლატორში 2 მილიციელს ეკეთა ნიღაბი და ჩვენს კანონმდებლობაში, როგორც უკვე ვიცით, შეიტანეს ის, რომ ნიღბის შლემით წარება უკვე აკრძალულია და მე უბრალოდ ერთ-ერთ მილიციელს ვკითხე, გცივად? პასუხი არ იყო. კითხვა დავსვი და უბრალოდ ჩამათრია 10 პოლიციამ ერთად. რა კითხვა დასვა? რატო დააკავეს ჩემი მეგობრები მეთქი და უცებ და ვერ გაგცემთ პასუხს და მეთქი პასუხი არ გაგვთ თქვა და უცებ ეს დაიჭირეთ და 15 პოლიციელმა ჩამაფრინდა ერთად. ვინახულე დაკავებულები, მათი მდგომარეობა ნორმალურია, მაინც ემოციური ფონი აქვთ იმის გამო რომ არ იციან რისთვის არიან ისინი დღეს დაკავებულები და ასე რომ გადმომცენ რომ მე თქვა რომ ხნეთ და ძლიერად არიან, ეს დაკავება მათ მეტად უფრო მეტად აძლიერებს და ასევე ელოდებიან სასამართლო პროცესს, რომელიც სავარაუდოდ ორ შაბათს გაიმართება. ყველა არის გაკვირვებული და ამბობენ რომ პოლიციაზე შელაპარაკება არ ქონია. თბილისსა და ბათუმში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით განცხადება გავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები ომბუდსმენის წარმომადგენლება გვიან ღამითვე მოინახულეს, ასევე იმყოფებოდნენ ალოდაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც შიშიმ პირთა უფლებების დამცველი გია ჯვარშეიშვილი იყო გადაყვანილი. განცხადებაში ვკითხულობთ. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. სახალხო დამცველი შეისწავლეს სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას, აღნიშნულია განცხადებაში. ბათუმში აქციის 12 მონაწილეს დაკავებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ძალადობა ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც დგას დღეს ოცნების რეჟიმი. გუშინ ვიხილეთ კონკრეტული ფაქტები ძალადობის, ძალოვნების მხრიდან. ვიხილეთ ის, რომ სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს ახალგაზრდები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ ბათუმის ქუჩებში და ასევე თბილისის ქუჩებში. ეს არის მხოლოდ ამ პროცესის გაგრძელება, რომელიც დაიწყო არჩევნების შემდეგ და ამ ყველაფერს აქვს ერთი მიზანი ის, რომ ივანიშვილმა ხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება და რეჟიმი იყოს მუდმივად აქტიურად ჩვენს ქვეყანაში. არსებობს კადრები და ყველამ კარგად იხილა თუ როგორ ესხმის თავს კონკრეტული ქალბატონი პოლიციის მაღალჩილოსას და ეს კადრები რომ არ არსებობდეს, ისინი შეესწებოდნენ რომ ისევ და ისევ მარტივად გაეპრავებინათ ბოდიში ჟარგონისთვის თავისი ნამოქმედარი, ისევ და ისევ ტყუილით და ტყუილით შესხორებინათ თავიანთი ბაბლი. ეხლა ისის კაბედეს თქვას და თქვეს რომ თითქოს რაღაც ჯაჭვურში ხელი ავიქნიე და შემთხვევით მომიხვდაო, შემთხვევით მომიხვდას კი არ ახსენა სიტყვა ამ ქალბატონმა და ეხლა მთელი ბაბლი არის გადასული ამ ყველაფრის გამართლებაზე და პოლიციაზე თავდასხმა არ მართლდება.